სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ბოლოცვას და კურთხევას. ჩვენ ფიქრობთ წმინდა გიორგიზე, როგორც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის დიდ მცველზე და მფარველზე. მის შესახებ ბევრი რამ საიდუმლოებით არის მოცული. ამიტომ რთულია სრულად აღვიქვათ მისი ცხოვრება. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან იყო ბრძოლა ურჩხულთან. არავინ იცის რა იყო ეს ურჩხული, რა მხეცი იყო. მაგრამ ცხადია, რომ ეს იყო ბოროტების გამოვლინება, რომელიც დიდ ზიანს აყენებდა ადამიანებს, ავნებდა ყველას, ვინც მას შეხვდებოდა. და აი წმინდა გიორგიმ ეს ბოროტება დაამარცხა. ეს სიუჟეტი ხშირად გამოიყენება, გამოისახება იკონოგრაფიაში და მოიაზრება როგორც მათ შორის როგორც სიკეთის, სიწმინდის, ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო. და ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ წმინდა გიორგი გახდა მორწმუნე მხედრების, ჯარისკაცების, მეომრების მფარველი. ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ფიცს დებენ, ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ადამიანთა წინაშე, არამედ ღვთის წინაშეც. რომ იქნებიან სიკეთის დამცველები, სამშობლოს დამცველები და შეებრძოლებიან ბოროტებას. და აი ჩვენი მხედრობის, თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ჩვენი ქართული მხედრობის მისიაც სწორედ ეს იყო. ჩვენი ხალხის დაცვა, ჩვენი სარწმუნოების და ეკლესიის დაცვა. და აი ჩვენი წინაპრები ძალიან ხშირად ებრძოდნენ მტერს, იგერიებდნენ მტრების შემოსევებს, რომლებიც ემუქრებოდნენ საქართველოს განადგურებით და ასევე ჩვენს ეკლესიას განადგურებით ემუქრებოდნენ. და აი ამ ბრძოლებში ჩვენი წინაპრები ძალიან ხშირად იმარჯვებდნენ. მაგრამ როცა ვერ იმარჯვებდნენ, მაშინაც ახერხებდნენ გადარჩენას. და ჩვენ ამას მივაწერთ არა მხოლოდ ჩვენი მეფეების, მხედართმთავრების, თავდადებული ხალხის სიბრძნეს და წარმატებებს, არამედ პირველ ყოვლისა მივაწერთ ღვთის შეწევნას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობას. და თუ ჩვენ გვინდა, რომ შემდგომშიც, მომავალშიც დავძლიოთ სირთულეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე იქნება, მტკიცეთ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა და გვახსოვდეს მადლიერებით და ვაფასებდეთ, რომ უფალი არ გვტოვებდა ჩვენ არასდროს ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ მიუტოვებივართ. თუნდაც გავიხსენოთ მე-20 საუკუნე,
ათეისტური ხელისუფლების პერიოდი, რასაც მოყვა სასტიკი დევნა, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი, ტაძრების ნგრევა, სიწმინდეების შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. აი ძვირფასო ძმებო და დებო, შეგვეციოს წმინდა გიორგი, რომ ჩვენი ისტორიიდან გამოვიტანოთ მართებული დასკვნები, გავაკეთოთ მართებული დასკვნები და ვისწავლოთ გაკვეთილები, რომელსაც გვაძლევს ჩვენი ისტორია. და აი უპირველესი, უმთავრესი გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ დღეს ცოცხლები ვართ, რომ დღემდე მოვედით და ვიცოცხლებთ მანამ, სანამ გვექნება რწმენა, ქრისტეს ეკლესიის ერთგულება და სანამ მიუხედავად მრავალი სირთულისა ჩვენ ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას მოვაწყობთ ღმერთის მიერ მოცემული კანონებით. დღეს ჩვენ აღნიშნავთ კიდევ ერთ შესანიშნავ მოვლენას. 21 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, 23 ნოემბერს იკურთხა წმინდა სამების სახელობის ეს დიდებული საკათედრო ტაძარი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და მე მინდა თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით, გულითადად მიულოცო გიორგობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს. დიდია მისი სიყვარული და მოწიწება წმინდა გიორგისადმი. და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ შესანიშნავი ტაძრის კურთხევა მან ინება სწორედ გიორგობა დღეს. მადლობა უთხრათ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, მისი დიდი ამობრივი ღვაწლისთვის, სიყვარულისთვის. წმინდა გიორგი ყოფილიყოს მისი შემწე და მისი ლოცვით უფალმა მიმადლოს მას ღეგრძელობა და ჯანმრთელობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. წმინდა გიორგის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს: კვეკვესკირებს, ლუკავებს და წიფურიებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და წმინდა გიორგი იყოს თქვენი გვარების და ოჯახების შემწე. ამინ.